ლევან ხაბეიშვილი მოახერხა რომ გაერთიანება მოეხდინა ამ ხალხის. ლევან ხაბეიშვილი მოახდინა ამ ხალხში ცეცხლის ანთება და ყველაზე მეტად დიახ ლევანის შეეშინდა. დიახ ყოველთვის ლევანი როცა იძახდა რომ მე შემიძლია ზურგში დაგიდგეთ თქვენ და თქვენ წადით წინო და ლიდერი არ გამოჩნდა. დიახ ლევან ხაბეიშვილი გამოიკვეთა ლიდერად და ეს ამისი შეეშინდა ზუსტად ივანიშვილს და ეხლა მთავარი არის რომ ლევანმა რაც დატოვა ჩვენ ეს დროშა რომ გადმოგცა ეს დროშა ამაყად ავწიოთ ხარში და 4-ში 4 საათზე რუსთაველზე მივიდეთ და დაუმტკიცოთ კი ბატონო თათია 4-ში ხალხის არის ეს ქვეყანა და 4 საათზე საცავი ლევან ხაბეიშვილმა რომელსაც თავი გადადო თავი გაწირა მან სიცოცხლეც და ჯანმრთელობა გაწირა არაერთხელ და გინახავთ ეს როცა ამ ადამიანებმა ამ ხელом მსხვერპლი გაიგეთ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს ჩვენ ვფიქრობთ რომ უკან დასახევი გზა არის ჩახერგილი და დიახ ეს არის ჩვენი დიდგორი ყვან და პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანის არის ეს საქართველო თითოეული ჩვენგანის დასაცავი არის და კი აუცილებლად ხალხმა მდინარაძემ და ივანიშვილმა დაიჯერეს ეს ყველაფერი მათ დაიჯერეს ეს უნდა დავინახოთ ჩვენ რომ შიდა დაჭმა აქვს ლევანის დაკავებით ივანიშვილმა მარცხი აღიარა და როგორ შეიძლება რომ ქოცებმა დაიჯერონ ჩვენი გამარჯვება და ჩვენ არ გვძეროს ამიტომ გამოვრიცხავ ნებისმიერ თულს ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ ამ ბრძოლას 4 ოქტომბერს რუსთაველზე 4 საათზე